იმიტომ რომ ყველა აი ამ პიროვნებებმა, ამ დიდმა ადამიანებმა რაღაც თქვენ როგორც ხელოვანის ჩამოყალიბებაში ძალიან დიდი როლი ითამაშეს. რასაკვირველია და აგრეთვე ედმუნდ კალანდაძე, დიმა ერისთავი. ამ ხალხთან მე მუდმივი კავშირი მაქვს და ვცდილობ რომ ვისწავლო მაგათ. დღესაც ესე იგი? დღესაც რასაკვირველია. დღესდღეობით ფერწერაში მუშაობ? კი. თავარი ჩემთვის ფერწერაა. მაინც ათვლის ეს რასაკვირველია. იმ ფილმსაც რომელსაც ვიღებ, როგორც მხატვარი ისე ვიღებ, აი თქვენ ნახავთ. ძალიან საინტერესოა. თქვენი პირველი ფილმი არის ისეთი ეროტიკული ჟანრის, ხო? იცით რა არის, აი რამდენადაც მე შეარქვეს ეროტიკა, იმიტომ რომ შიშველი სხეულია ბევრი, თქოს. ხშირად გამოყენებული კადრში, მაგრამ რატო არის ეროტიკა თუ მშვენიერი გოგო? პრინციპში ახლა ეროტიკაში არის გადაღებული კლასიკური მუსიკა დადებული ზედ. მე მაგალითად მგონია რომ ეს მე ვეტრფი მშვენიერებას. რა თქმა უნდა. უბრალოდ ეთყობა ჩვენი მაყურებელი ხშირად აი რაღაც გაიგივებას აკეთებს ეროტიკას და სიტყვაზე პორნოს შორის ზღვარს ვერ ხედავს. ალბათ ამის ბრალიც არის. ალბათ. ცოტა გვიჭირს ახლის. და აი მაინც რამ განაპირობა რომ აი ახლა თავისთავად ახლა ფილმის გადაღება მოითხოვს რაღაც გარკვეულ თანხებს, ენერგიას და ასე შემდეგ. რო გითხრათ არ დაიჯერებთ. გაელვება მე გადავიღე აბსოლუტურად რაღაც აი 100 ლარი თუ დაგვეხარჯა რა. მართლა? აბსოლუტურად ენთუზიაზმი. ესე იგი დიდი მადლობა მზია მაღლაკელიძეს, ლიკა ქავჟარაძეს, მთელ გადამღებ ჯგუფს მანანა ანტელიძეს იყო დიზაინერი. ბევრი ხალხი მე შენია ხა ვინმე არ გამომრჩეს.